მამაზე, ოჯახზე, სიყვარულზე, ბავშვობაზე და ასეთ საოცარ ამბებზე ვსაუბრობთ და სტუმრის წარდგენა ისევ დაგვაუწყდა ჩემი ბრალია. ხო, ფეხბურთზე ბედნიერი ხო დღეს? ყვარა ახსენე და გვაინტერესებს. როგორი მამები არიან? ჩასთანაც ამდენჯერ ყოფილვარ. აი, ეგრე ბავშვის ტილს გაიგებს თუ ისქება, იგრე. მაშინ უთხარი, რომ მაგარია მეთქი, რომ მიას ესე ეხმარები რა, ესე ვთქვი და მაშინ შემისწორა რა, რომ ანუ მიას კი არ ვეხმარები, ანუ ჩემს უსდიო რა, ამ ძალიან სწორი რაღაცა და მინდომებოდა რომ ზუკასნაირი მამა ვიყო რა. და იცი რა არის ამ ახალი თავისი ჩემ ერთ პერიოდში გადაწყვეტეს რომ მამები კი ძალიან ეხლა რომ გაიზრდები მაგას ჩულები იმეგობრებენ ერთად დარწმუნებული ვარ. მე ბავშვი ჯეოთინ კიდს გააკეთე. მამი მიაძინა, მამისი მიაძინა და აი ეგ ისტორია გვინდოდა მეტი კი არა. იმას ძინაზე თამაშობს თავის ნაპოლიში რომ ჩავედი პირველად და ბაზაზე რომ ვიყავ ამერიკյան სახლში კვამწაო მიყვანა. და ნუ მოყარეთ მაგალითად გამოვედით და ფეხბურთის სიყვარული უეჭველი ანუ ოჯახიდან გადაგეცემა. ოჯახში ჩართული არა ისე ვერ შეიყვარებ ეგრე. ჩემთან სახლში მისაღებ ოთახში სულ იყო ჩართული. ვთქვი მინდოდა რომ დიმობლაძე ყოფილიყავი. მაშინ ვон ნახევარ საქართველოს ეგ უნდა. შეხმატებულად საუბრობთ ფეხბურთზე რომ ერთი სიურპრიზი ქონა მომზადებული. ხო და მოიცა? ახლა რა კითხვები მოვუხდი. თავი გაართულე და ბოლოსკენ კენტროში გადმოვიდა. ვასრულებთ ხოლმე ერთმანეთს შეხვდეთ, მაყოფილი ხარ, თავს რომ დავაქრებთ. ახლა დააქნიეთ ამ მანა. всё, ეგ უბრალოდ არის ყველგან და ყოველ. აბსოლუტურად გითახვე. და მამების დროც არის ყველგან და ყოველთვის, გლადო საყვარელი. ეგ აუცილებელია ჩემი აზრით, რომ მამების დრო იყოს ყველგან და ყოველთვის.